ქართული მითოლოგია მდიდარია სხვადასხვა არსებებით. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო არსება, რომელიც ქართულ მითოლოგიაში გვხვდება, არიან ჭინკები. ჭინკები არიან პატარები, არიან როგორც მამაკაცორის სქესის, ისე მდედრობითი სქესის ჭინკები. მათ სხეული აქვთ ბალნიანი, არიან გრძელთმიანები, დარბიან ადამიანებში, ცელქობენ, მაინც და მაინც დიდ ზიანს ადამიანებს არ აყენებენ, როგორც ხალხური თქმულებები ჩვენ გვეუბნება. ჩვენ ისევ გამოვედით, ისევ თბილისში ვართ მე და შალიკა, ისევ ვიწყებთ ღამის სიუჟეტებს თბილისის ქალაქიდან. დღევანდელი ჩვენი სიუჟეტი ეხება ჭინკებს. 1892 წელს მოღნისის ქუჩის ერთ-ერთ შესახვევში უცნაური ამბები დატრიალებულა. აი აქ სადღაც უცხოვრია ერთ იჯარადარს, როგორც მას ეძახდნენ, იოსები ერქვა აი ამ კაცს, ეს იყო იჯარადარი, აბანუების იჯარადარი. ძალიან მდიდარი კაცი იყო, როგორც კარაპეტ გრიგორიანძე თავის წიგნში იხსენიებს. და 1892 წელს დაწყებულა უცნაური ამბები მის სახლში. ნახსენები არის, რომ მის სახლს ჰქონდა აივანი, ბალკონიო ესე წეს კარაპეტ გრიგორიანძე, აივანი ჰქონდა და ყოველ საღამოს მის სახლის სახურავზე ხდებოდა ქვების სროლა. ვიღაცა ისროდა ქვებს, ჯერ ქვებს ისროდა, მერე აგურებს ისროდნენ, მერე კარტოფილებიც კი დაუშენიათ. ეს კაცი ძალიან შეწუხებულა, პოლიციისთვისაც შეუტყობინებია და ერთ-ერთ პოლიციელს, მთავარ პოლიციელს მასტიც კი იყო ესეთი გვარად, დაუყენებია დაცვაც კი მის სახლთან, რომ არავის ეს ადამიანი არ შეეწუხებინა. თუმცა ვერავინ ვერ დაუჭერიათ, ეს ქვის სროლა კიდე გრძელდებოდა. აუხსნელი ფაქტი რა ხდებოდა, მოიჯარადეს ხალხი აწუხებდა, რომელიც მისით იყო უკმაყოფილო თუ ამ ყველაფერში ჭინკები იყვნენ ჩართული. გვიყურეთ მე და შალიკა სტუდიოს, იმიტომ რომ გაგრძელება ამ სიუჟეტს დღესვე ექნება უკვე სხვა ქუჩიდან. მადლობა.